და დღის სხვა ახალი ამბები ჰავიერ სოლონამ დღეს რუსეთს ოკუპანტი მის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კი ოკუპირებული რეგიონები უწოდა. რა ხდება კონფლიქტურ ზონებში, როგორ ემზადება საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის და როგორ ვითარდება ქვეყანაში დემოკრატია. ეს კითხვები დღეს სოლონამ ქართველ ექსპერტებს დაუსვა. ევროკავშირის საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილი უმაღლესი კომისარი თბილისი მარიოტში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილესთან სტროუპ ტილბოტისთან ერთად მივიდა. არაოფიციალური შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. საუბრის ერთ-ერთი თემა ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედროების ჩართვაც იყო. სოლონა ამბობს, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გამგზავრებას უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წლების განმავლობაში ჰავიერ სოლონა ევროკავშირის, სტროუპ ტილბოტი კი ამერიკის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავდა. არაოფიციალურ შეხვედრას საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ბასიც დაესწრო. კოალიციურ ძალებთან საქართველოს თანამშრომლობა მისასალმებელია, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხარისთვის და ამავდროულად აუცილებელი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც თქვენს ქვეყანაში აქვს ტერორისთან ბრძოლაში. სურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საქართველოს მთავრობას და ქართულ ხალხს. მე რამდენიმე კუთხით შევაფასებდი ამ სიტუაციას. ურთიერთობები უბრალოდ ექსტრაორდინალურად რთული კი არა, უნიკალურია. რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიების არამარტო ოკუპაცია განახორციელა, არამედ შემდგომში მისი დე-ფაქტო ანექსიაც მოაყოლა. ამით კი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაარღვია. ამას დარღვევად მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობაც, რაც სეპარატისტული რეგიონების არაღიარებულ პოლიტიკაში გამოიხატება. ვიმედოვნებ, დროთა განმავლობაში რუსეთი გამოძებნის საქართველოსთან ურთიერთობების რეგულირების გზებს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით. მანამდე კი საქართველოს მთავრობამ და ხალხმა უნდა იმუშაონ დიდი მეზობლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მოლაპარაკებების წარმოებაზე. საქართველომ უნდა იცოდეს, რომ მას ჰყავს ძალიან კარგი მეგობრები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის სახით, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ დასავლურ სამყაროში საქართველოს ინტეგრაციის სურვილის ხელშესაწყობად. და რასაც ხდებენ ის ექსპერტები, რომლებიც ჰავიერ სოლონასა და სტროუპ ტილბოტის შეხვდნენ, რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა. შეხვედრის დეტალების დადგენას ნოდარ მელაძე შეეცადა, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. ნოდარ, გისმენთ. ჰავიერ სოლონას სტროუპ ტილბოტი 90 წუთიანი დახურული შეხვედრა სასტუმრო თბილისი მერიოტის კონფერენც ჰოლში და მოლაპარაკებები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში დავით ციხარულიძეც ესწრებოდა. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ოფიციალურ პირებს არც ჰავიერ სოლონას და არც სტროუპ ტილბოტს არ გაუხმაურებიათ ის საკითხები, თუ რაზე ისაუბრეს წამყვან ქართველ ექსპერტებთან, თუმცა ქრონიკასთან ინტერვიუების დროს თავად ექსპერტებმა თქვეს ის მთავარი თემები, რაზეც სოლონამ და სტროუპ ტილბოტმა გაამახვილეს ყურადღება. პირველი ეს არის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, დაცხინვალისა და აფხაზეთის რეინტეგრაცია ერთიან საქართველოს სივრცეში. მეორე ურთიერთობების დალაგება რუსეთთან და ბოლო საქართველოს შიდა პოლიტიკური სიტუაცია. დღეს კახა გოგოლაშვილმა ის კონკრეტული ფაქტიც გაიხსენა, როდესაც სოლონამ თქვა, რომ არავის არ უნდა ეგონოს, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტიკა და პოზიციები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არის განსხვავებული. არა, ისინი ორივე ერთად მხარს უჭერენ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ერთიანი შემადგენელი ნაწილი. მე დავდო სოლონას გამონათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ არავის არ უნდა ეგონოს, რომ დასავლეთი, ანუ ევროპა და შეერთებული შტატები არიან რაღაც ცალ-ცალკე მოთამაშეები საქართველოსთან მიმართებაში. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ისინი არიან ერთიანი კონსოლიდირებული აზრის მქონე. რეალისტურად აფასებენ ისინი იმ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ აქ უნდა მოვაგვაროთ, რომლებიც ჩვენ წინაშია, ხაზგასმულად საუბრობენ დემოკრატიზაციის, ასე ვთქვათ, აუცილებლობაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების აუცილებლობაზე და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში აი მარჩევნებს, რომლებიც მაისში უნდა ჩატარდეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში განსაზღვრავდნენ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვიდნენ. ისინი თბილისიდან კიევში გაემგზავრებიან, სადაც ანალოგიური სახის მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შემდეგ კი ჩვენი ინფორმაციით ექნებათ კონსულტაციები სხვადასხვა აღმოსავლური ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთანაც. რა არის ამ ვიზიტის მიზანი, რა დასკვნას მოამზადებენ ტილბოტი და სოლონა და რასაც ხდებენ თავად მაღალი რანგის სტუმრები. თავარ კითხვებზე პასუხები ნახეთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში დღეს საღამოს 8-ზე. სოლონასა და ტილბოტთან გამართული დახურული შეხვედრის დეტალები ნოდარ მელაძემ გაგვაცნო პირდაპირ ეთერში. ექსპერტებთან შეხვედრამდე თბილისში მყოფი ჰავიერ სოლონა მიხეილ სააკაშვილმა ოქროს საძმისის ორდენით დააჯილდოვა. ევროკავშირის ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს ქვეყნის პირველმა პირმა ჭეშმარიტი მეგობარი უწოდა და მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც სოლონა სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უცხადებს და პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიას სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილეც ესწრებოდა. ოქროს საწმისის ორდენის სტროუპ ტილბოტიმაც მიიღო.
August 2008 2008 წლის აგვისტოს, როდესაც მეტად გჭირდებოდა თანადგომა, მე ვნახე ხავიერ სოლანას საქმეში. მან ძალიან რთულ სიტუაციაში ძალიან სწრაფად იმოქმედა და შეიძლება სწორედ ამის გამო ავირიდეთ მოვლენების გაცილებით მძიმე სცენარით განვითარება. ისიც კარგად მახსოვს, როგორ უჭერდა ბატონი სოლანა მხარს ჩვენს სამშვიდობო გეგმას, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე წარმოვადგინეთ. მე მოხარული ვარ გადავწე ოქროს საწმისის ორდენი ჩემს დიდ მეგობარს და რაც მთავარია, საქართველოს დიდ მეგობარს. პირველ რიგში ძალიან მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით და ჩემთვის დიდი პატივია თქვენგან ამ ორდენის მიღება. ეს არის ჩვენი მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურება. თქვენ ბრძანეთ, რომ მე თქვენი და საქართველოს მეგობარი ვარ. დიახ, ეს მართლაც ასეა და გარწმუნებთ, რომ ყოველთვის ჩვენი მეგობრების გვერდში ვიდგებით. ასევე მოხარული ვარ, რომ მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს მზად არის, რომ ხელი მოაწეროს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს. ეს არის ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან და ხელშეკრულება სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. და ეს ხელშეკრულება იქნება ყველაზე ღრმა და ყოვლის მომცველი, რომელსაც ევროკავშირი ვინმესთან აფორმებს. საქართველოს პირველად 80-იან წლებში ვეწვია, როდესაც მე და თქვენ უფრო ახალგაზრდები ვიყავით. მაშინ ყველაზე თამამოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი იმას, რასაც ახლა ჩემი ვაჟი ედრიანი და თუნდაც მისი შვილები როდესმე ნახავდნენ. იმას, რასაც ყველა თქვენთაგანი ახლა ხედავს. მე ჩემ თავს არ გულისხმობ. ხედველობაში მყავს დემოკრატიული დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომელიც დგას დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ქვეშ და ამ დროშას გვერდს ევროკავშირის დროშა უმშვენებს. მოხარული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამობრძანდებით. ბატონო პრეზიდენტო, მინდა იცოდეთ, რომ ამერიკაში ყოველი ვიზიტის დროს თქვენ გაიგებთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას. ეს არის მეგობრობა. მადლობას გიხდით სტუმართ მოყვარეობისთვის და გილოცავთ იმ წარმატებებს, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია. თქვენ გაქვთ დიდი მხარდაჭერა, რომელიც ამ ოთახში გამოიხატა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს მხარდაჭერა ამ ოთახის გარეთ გაცილებით უფრო დიდია.